გამთენიისას თბილისში 2 კვირის წინ გარდაცვლილ მზია კუპატაძეს ჩამოასვენებენ. ის 10 წელი იყო ემიგრანტი, სიმსივნით დაავადდა. მერე აქ ჩამოვიდა, ოპერაცია გაიკეთა, უშედეგოდ. ისევ ემიგრანტად დაბრუნდა და იქ გარდაიცვალა. ძიმე და რაუტანელია ოჯახების გადასარჩენად უცხოეთში წასულ ქალთა ხვედრი. ეხლა 2 ინტერვიუს მოისმენთ, ვიდრე მე გადავალ უკვე საუბარზე ჩვენ სტუმრებთან. მეორე ინტერვიუ ამ ორიდან ჩემი გარდაცვლილი კოლეგის სოფო ბობოხიძის დედასთან ჩავწერეთ, რომელსაც 12 წელი არ ყავდა საკუთარი შვილი ნანახი და რომელმაც სოფო მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ნახა. პირველი რესპონდენტი კი გარდაცვლილი მზია კუპატაძის შვილია, რომელმაც სწორედ ის ჩანაწერები გაგვაცნო, სადაც მისი დედის უმძიმესი განცდები აღწერილი ემიგრაციაში. თურმე რა, მაგრამ მყარებია ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები, აი როგორი ხები ვართ ეს ყველაფერი ამ ხნის ქალმა ოჯახის და შვილების კეთილდღეობისთვის გავიღეთ. ვინ იცის რამდენი ღამე უძილო თვალწრემლიანი და მათ მონატრებაში გამითენებია. მე ხომ წილად მარგუნა უფალმა რომ ასეთის ყოფაში ვარ და მაინც დიდი კმაყოფილი ვარ უფლის რომ ვარსებობ ამ ქვეყნად და ვეხმარები შვილებს, რომლებსაც არაფერი მიედრება და მათთვის გავწიე ამხელა რისკი რომ მათ ცხოვრება არ გართულებოდა და ლუკმა პური არ მოკვლებოდათ. ახლის განმავლობაში ბევრი კარგი ადამიანი დავკარგე. ცრემლიც ვერ დავაყარე და მივტირი მათ წასვლას. ასეთია ემიგრანტად ქცეული ადამიანის ბედი. დიდება უფალს იქნებ როგორმე შემაძლებინოს და მომცეს საშველი ჩემს მიწაზე დაბრუნების. ჩემი შვილები რომ მიყურებდნენ, ალბათ სოდვით არ შეჭამდნენ ჩემს გაჭირვებ ნაშრომს. თუ ამას შევნაქვია, რამდენი ტკივილი, რამდენი და მცირება და რამდენი გაჭირვება გავიარე. ამ 6 წელიწადში ისე გამირთულდა მონატრების ნოსტალგია ყოველ დღე სახლში წასვლაზე ვფიქრობ. იქნება მომცეს ძალა და მშვენიერ დღეს გავემგზავრო ჩემს ანგელოზებთან და აღარასოდეს დავცილდე მათ ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მათთან ვიყო. დიდება თქვენ უფალო მომეცი ძალა რათა დავბრუნდე ჩემს შვილებთან. მითხრეს რომ სოფა ავარიაში მოხდა. მე არ ვიცი ძალიან ძმეჭდები. მე მის გახსენება